აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა. ისაუბრეს ახალგაზრდების მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის მთავრობა და მასში შემავალი სტრუქტურები ახორციელებენ. გიორგი ჯინჭარაძე მინისტრებთან ერთად მოზარდებს პროექტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. დღეს გქონდა შეხვედრა ჩვენ ძვირფას დევნილ ახალგაზრდებთან, რომელთანაც გავეცანით მათ საჭიროებებს იმ ნაწილში, სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენ ჩავერთოთ და მხარდაჭერითი ღონისძიებები განვახორციელოთ, სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად შეუწყოთ მათ ხელს, მოვისმინე მათგან კითხვები, ის საჭიროებები და ჩვენი მხრივ გავაცანით აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სტრუქტურების პროგრამები. დღევანდელი შეხვედრის არსი გულისხმობდა იმას, რომ განხორციელებული სამუშაოები შეფასებული იყო და დაგეგმილი იყო ახალი პროექტები, ახალი პროგრამები. ბატონმა თავმჯდომარემ აუგიტყვა, რომ ყველა ის სურვილი, რომელიც მოზარდებში იყო, განხორციელდებოდა. მთავრობის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებზე ორიენტირებას გულისხმობს. შეხვედრის ფარგლებში ჩვენი ილორის ეკლესიასთან თანამშრომლობით გარკვეული ინიციატივები დავსახეთ სამომავლოდ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში როგორც რელიგიური განათლების ხელშეწყობას, ასევე სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში მათ ჩართვას.